პავლე ამბობდა, რომ ბოლო დროში ძალიან გართულდება ქრისტეს მიმდევრად ყოფნა. ამ ბოლო გაკვეთილზე ჯონი გვასწავლის უარი ვთქვათ ყოველგვარ დათმობაზე, ნებისმიერ კომპრომისზე და მოგვიწოდებს ბოლომდე მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში. ჰალელუია! ამინ. კარგი. ჩვენ მივუახლოვდით რაოდენ დიდი წყურვილია, რამხელა წყურვილია. აი ეს მესმის. და ახლა ჩვენ მივუახლოვდით მე-12 გაკვეთილს, სასწავლო კურსის შეუპოვარის ბოლო გაკვეთილს. დღევანდელი გაკვეთილის სახელწოდებაა არასოდეს დანებდე. მიყვარს ეს თემა. ეს არის მე-16, მე-17 და მე-18 თავები. dabრძანდით და დავიწყოთ. ვკითხულობ მათეს სახარების მე-10 თავის 22 მუხტს. ეს არის იესოს სიტყვები. იესო ამბობს: არ გაჩერდე, არ დანებდე. ბოლოს შედეგი ღირს გაძლებათ. ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება, ეს არის ინგლისური ვერსია The Message. რა მშვენიერია, კიდევ ერთხელ მინდა წავიკითხო. შეგახსენებთ, ეს არის მათეს სახარების მე-10 თავის 22 მუხლი, აქ წერია: არ გაჩერდე, არ დანებდე. ბოლოს შედეგი ღირს გაძლებათ. ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. არავის შეუძლია გაიძულოთ დანებება. ამ გადაწყვეტილებას თავად იღებ, მინდა დაფიქრდე ამაზე. არავის შეუძლია გაიძულოს დანებდე. ღმერთი რა თქმა უნდა არ გააკეთებს ამას, ხოლო ეშმაკს კი არ შეუძლია ამის გაკეთება. მხოლოდ შენ შეგიძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. საზღაური, რომელსაც გამარჯვებისას მივიღებთ როგორც ამ ცხოვრებაში, ისევე მომავალში. გაცილებით მეტია იმ სირთულეებზე, რომლის წინაშეც დგომა ახლა გვიწევს. როგორც იესომ თქვა, ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენმა მხსნელმა წინასწარ გვითხრა იმ სამწუხარო მოვლენების შესახებ, რომელიც უკანასკნელ დღეებისას იქნება. ბევრი ცდუნდება, ამბობს იგი მათეს 24 საათში. ამ სიტყვების მხოლოდ წარმოთქმაც კი დაამწუხრებდა უფლის გულს. ხალხი, რომლისთვისაც მან თავი გასწირა, სისხლი დაღვარა და თავისუფლება მოუტანა, ბოლო დროს დანებდებიან, ისინი ცდუნდებიან. მთელი ამ საკითხის სამწუხარო ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ გააჩნიათ დანებების საბაბი. ღმერთმა თავისი ძლიერი მადლი მოგვანიჭა, რომელიც არა მხოლოდ განსაცდელს გადაგვატანინებს, არამედ მასში გავლის შემდეგ უფრო მეტი სიძლიერით, სიბრძნით და ერთგულებით აღგვავსებს. ბევრი ქრისტიანი არასწორი პერსპექტივის გამო წყვეტს ბრძოლას. ისინი არ არიან აღჭურვილნი. ბრძოლის შეწყვეტას სხვადასხვანაირი ფორმა გააჩნია. ბევრ შემთხვევაში მისი ფესვი კომპრომისია, კომპრომისი შეუპოვრობის ანტონიმია. გავიხსენოთ ხედვა, რომელზეც პირველ თავში ვისაუბრეთ. ის კაცი იღვწოდა, ის ნავშია და მთელი ძალით ეწინააღმდეგება მდინარის ძლიერ დინებას. იმისათვის, რომ მან თავისი ცხოვრების მიზანს მიაღწიოს და ღვთის სასუფეველი გაავრცელოს, საჭიროა წუთისოფლის დინების წინააღმდეგ იბრძოლოს. დინების წინააღმდეგ, რომელსაც წარმოშობს წუთისოფელი, ქვეყნიერებას თავისი დინებები აქვს ძვირფასებო და ჰაერში გაბატონებულ მთავარს ექვემდებარებიან. იმისათვის, რომ სასუფეველი გავრცელდეს, საჭიროა დინების საწინააღმდეგოდ იცურო. ამიტომაც ამბობს პავლე, ვიღწვი, რათა მივაღწიო ჩემს უმაღლეს მოწოდებას. მას არ უთქვამს, თითის წვერებზე მივეპარები უმაღლესი მოწოდებისკენ, ის ამბობს, მე უნდა ვიღვაწო. იღწვოდე ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა არსებობს. სამწუხაროდ, იმ კაცმა თავისი ნიშნები გვერდზე გადადო, რადგან ძალა აღარ ეყო. ძალა კი მის რწმენას წარმოადგენს. ერთ რამეს გეტყვი, ღმერთმა მოგცა რწმენა, რათა ყველა იმ სირთულესა და განსაცდელს გაუმკლავდე, რომელიც შენს წინააღმდეგ წამოიმართება. მან მოგცა ყველაფერი, რაც ნებისმიერი სირთულის დასაძლევად არის საჭირო. ამინ. რათა ვიაროთ ღმერთთან ერთად, წარმოვაჩინოთ მისი სამეფო და საკუთარი თავები გამოვიყენოთ, რამე თუ მისთვის ცხოვრება წუთისოფლის სისტემის დინების საწინააღმდეგოდ სვლას ნიშნავს. ამისათვის შეუპოვრობა უნდა გამოვიჩინოთ და ღმერთის სიბრძნეს ჩავეჭიდოთ. კომპრომისი ალტერნატივად არ განიხილება, კომპრომისი დაუშვებელია. მოწამეობრივი სიკვდილით აღსრულებამდე პავლე მოციქულმა წინასწარ განჭვრიტა ის ძლიერი დინებები, რომლებიც ბოლო დღეებში იქნებოდა და ამის შესახებ ტიმოთეს თავის მოწაფეს მისწერა. ეს არის ბოლო წერილი, რომელიც პავლემ თავის მოკვეთამდე დაწერა. მან თქვა ტიმოთე, ეს არის მეორე ტიმოთეს 3:1, ცოცხალი ბიბლიის თარგმანი. მან თქვა, ტიმოთე, უკანასკნელ დღეებში ძალიან ძნელი იქნება ქრისტიანად ყოფნა.
მინდა დაფიქრდეთ ამის შესახებ. პავლემ თქვა, რომ იმ დროში, რომელშიც მე და შენ ვცხოვრობთ, ძალიან ძნელი იქნება ქრისტიანად ყოფნა. რატომ? რატომ არის ეს ასე რთული? წინა გაკვეთილზე პავლეს ცხოვრებას შევეხეთ და დავინახეთ ის სირთულეები, რომელთა გადატანაც მას უწევდა. ის ჩაქოლეს, გაროზგეს, 5 ჯერ სასიკვდილოდ გაიმეტეს, სცემეს. იცით რას აკეთებდნენ, როდესაც სცემდნენ? იცით როგორ სცემდნენ მას? ჯერ ბოძზე მიაბამდნენ, მაჯებზე თოქს მოუჭერდნენ და ისე დაჰკიდებდნენ, რომ მიწას მხოლოდ ფეხის თითის წვერები თუ ეხებოდა. ამიტომაც მთელი ზურგი დაჭიმული იყო და როდესაც მათ რახს ურტყავდნენ, მთელი სხეული ლამის ორად გაყოფილიყო. 39 დარტყმა 5 ჯერ. ჯოხებით სცემა. რატომ სცემდნენ ჯოხებით? იმისათვის, რომ ძვლები დაეზიანებინათ. არ დამავიწყდება, როდესაც ფლორიდაში ჩემს სახლში დამატებით ოთახს ვაშენებდით. სპორტს დიდი ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში და ახლაც თქმისასია. მამა ჩემს ოქროს ხელები ჰქონდა, ყველა საქმე ეხერხებოდა. აი, ჩემი ცოლი კი, როდესაც დავოჯახდით, ძალიან გულდაწყვეტილი იყო, რადგან მე არ გამომყვა მამა ჩემის ნიჭი. ისეთი საქმეები, როგორიც მას გამოსდის, მე არ გამომდის. მახსოვს გადავწყვიტე ცოლისათვის და მემტკიცებინა, როგორი ყოჩაღი ვიყავი. ასე რომ დავიწყეთ ამ ოთახის გაკეთება. ფლორიდაში ერთი ჩემი თანამშრომელი ბრწყინვალე დურგალი იყო. ის და მე იზოლირებას ვაკეთებდით და ჩვენ გქონდა ასეთი ლურსმნის თოფები, ხომ იცით რაც არის? ჩადებ ლურსმანს გამოკრავთით და ბახტა პირდაპირ ხელში ესობა. სწორედ ეს თოფი მეჭირა ხელში. მახსოვს სასხლეტი გამოვკარი და ლურსმანი პირდაპირ თითში გავირტყი. დავიწყე ყვირილი. ოღონდ რა თქმა უნდა ამაზე უფრო ხმამაღლა. წარმოუდგენლად მტკივნეული იყო. ისეთი საშინელი ტკივილი მქონდა, რომ ღამე მეღვიძებოდა. არ დამავიწყდება 6 კვირის შემდეგ ძლივს გავამოძრავე თითი. როცა ერთ ექიმს ვკითხე, მთელი ცხოვრება ასე გამტანჯავს მეთქი? მან მიპასუხა, არა, შენ უბრალოდ ძვალი დაიზიანე და როცა ძვალი ზიანდება, ასეთი საშინელი ტკივილი იცის. აი, ამიტომ სცემდნენ პავლეს ჯოხებით. მათ სურდათ, რომ პავლეს ასეთი ტკივილით ეცხოვრა. მაგრამ როდესაც ის ჩვენ დროზე საუბრობს, შენს დროზე საუბრობს, ამბობს, რომ ასეთ დროში ქრისტიანობა ყველაზე რთული იქნება. იცით, პავლეს მიმართ ასეთი კითხვა მაქვს. რატომ პავლე? რატომ იქნება ჩემი დრო, თქვენს დროსაც გულისხმობ, რატომ იქნება ჩემი დრო შენს დროზე უფრო რთული, პავლე? პავლე ამბობს, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავის მოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანი, მგმობელნი, მშობლის ურჩნი, უმადურნი, უწმინდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა. აი, ვკითხულობ ამ ჩამონათვალს და თან ვფიქრობ, კარგი, მაგრამ ასეთი ადამიანები პავლეს დროშიც ხომ იყვნენ? და პეტრე ამბობს, იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პავლეს დროინდელ საზოგადოებაშიც ხდებოდა. რა თქმა უნდა, პავლეს დროსაც ხომ იყვნენ მკვეხარები, მშობლის ურჩნი და შეურაცხყოფელნი. ასეთები იყვნენ. და მაინც არ მესმის. რატომ არის ეს ყველაზე რთული დრო ქრისტიანად ყოფნისათვის? ჩვენი დრო მისი საზოგადოებისაგან რითი განსხვავდება? პავლე პასუხს იძლევა. შემდეგ მუხლში კი ის ამბობს, რომ მორწმუნეებივით იქცევიან, ზეციდან შობილივით, ქრისტიანებივით, მაგრამ უარყოფენ ღმერთის ძალას. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, პავლე ამბობს, რომ საზოგადოებაში აღარ იქნება ისეთი მახასიათებლები. იქნებიან ადამიანები, რომლებიც სიტყვით იტყვიან, რომ ქრისტიანები არიან, მაგრამ უარყოფენ ძალას, რომელიც მათ ღვთისმოსავად აქცევდა. ყველაზე დიდი სირთულე ის იქნება, რომ მორწმუნეები ჭეშმარიტებას დათმობენ. პავლე, როგორც ახალი აღთქმის წერილების სხვა ავტორებიც წინასწარ ხედავდა, რომ ზეციდან შობილი ქრისტიანების დიდი ნაწილი ბოლო დღეებში მტკიცედ აღარ იდგებოდნენ ღმერთის მადლში. ამის გამო ისინი ვერ წარმოაჩენდნენ ქრისტეს მსგავს თვისებებს. ისინი უარყოფენ მადლის ძალას, რომელიც გამოარჩევდა მათ როგორც სასუფეველის ადამიანებს, თუმცა სიტყვით იტყვიან, რომ ქრისტიანები არიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც დაყარეს ნიჩბები. ჩემს ჩვენებაში ყველაზე უარესი არის ის, რომ იქ სხვა დიდი გემებიც იყო, რომელზეც მრავალი სხვა ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც გაერთიანდნენ
ისინი ყველანი კომპრომისზე წავიდნენ. იმ გემებზე მყოფი მოზეიმი ადამიანები ამბობდნენ, ჩვენ მადლით ვართ გადარჩენილები. იესოს სისხლი გვიხსნის ყოველი სასჯელისაგან. მაგრამ ისეთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, რომელიც არაფრით განსხვავდება წუთისოფლისაგან. მათ ისეთი სახარება ერწუნეს, რომელსაც ნაკლებად შეუძლია ცვლილების მოხდენა. მათი გაერთიანებული რწმენა ცდუნებას უფრო ძლიერს და გამაჯერებელს ხდის. ისინი არა მხოლოდ თავად არიან შეცდომაში, არამედ სხვებსაც აცდუნებენ და მრავალ წრფელ ადამიანს აბრკოლებენ რწმენაში. სწორედ ამიტომ არის ქრისტიანად ყოფნა რთული. რაღაც დროის მანძილზე ერთ დასკვნამდე მივედი. როდესაც წარსულზე ვფიქრობ, მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რომლის წინააღმდეგაც ადრეული ეკლესიის მამებს უწევდათ ბრძოლა, იყო მეკანონეობა. მეკანონეობა ქრისტიანობისკენ ახლად მოქცეულებს ასწავლიდა, რომ გადარჩენა რჯულით იყო და არა ღმერთის მადლზე მინდობით. დღეს კი ჩვენ განსხვავებული წინააღმდეგობები გვაქვს. მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი ბრძოლა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ურჯულოებაა. ურჯულოება ისეთ გადარჩენას ქადაგებს, რომელსაც შეცვლილი ცხოვრების წესი არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, ეკლესია ღმერთის ურჩი ხდება. ჩვენ ისევე ვცხოვრობთ, როგორც უწინ გადარჩენის მიღებამდე ვცხოვრობდით. ჩვენივე კლუბისათვის დამახასიათებელი ტერმინებით ვსაუბრობ, მაგრამ სინამდვილეში ღმერთის მორჩილებაში არ ვიმყოფებით. ბოლო დღეებთან დაკავშირებით სწორედ ამის შესახებ გვაფრთხილებს იესო. მან თქვა, ბოლო დღეებში ურჯულოება გამრავლდება და მრავალს სიყვარული გაუნელდება, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. ურჯულოებას იესოს დროსაც ჰქონდა ადგილი, იცით? დღეს რა განსხვავებაა? ის ეკლესიაზე საუბრობდა. ის საზოგადოებაზე არ ლაპარაკობდა. ის ამბობდა, რომ ურჯულოება გამრავლდება ყველგან, ის მორწმუნეებზე საუბრობდა. ბევრს სიყვარული გაუნელდება, მაგრამ ბოლომდე მომთმენი გადარჩება. მიზეზი თუ რატომ საუბრობს ეკლესიაზე არის ის, რომ ურწმუნოს ვერ ერტყვი თუ სარბიელს ბოლომდე გაივლი გადარჩებიო, რადგან ურწმუნო არ გარბის სარბიელზე. მან არც კი იცის სარბიელი რა არის. თუმცა რწმენაში მყოფ სარბიელზე მორბენალს შეგიძლია უთხრა თუ ბოლომდე მოითმენ. იესოს საუბარში მთავარი სიტყვა მოთმინებაა. მოთმინება იმას ნიშნავს, რომ წინააღმდეგობები იქნება. ჭეშმარიტებაში დარჩენისათვის წინააღმდეგობებისა და სირთულეების გადატანა იქნება საჭირო. ჩვენ შეუპოვარი უნდა ვიყოთ, რათა კეთილად დავასრულოთ. გესმით, რას ვამბობ? პავლე მოციქული ამ საკითხს აგრძელებს ტიმოთეს მიმართ მიწერილ წერილში. ის ამ საკითხს ეხება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პავლე მოციქულის წერილი უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. ის ამბობს, ბოროტი ადამიანები და ცრუმარქვიები კი წინ წაიწევენ უარესისკენ, სხვებსაც აცდენენ და თავადაც ცდუნებაში იქნებიან. შენ კი იდეკ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია. ხედავთ, თვითმარქვიები არა მხოლოდ სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც აცდუნებენ. როგორ აცდუნებენ ისინი ადამიანებს? თავიანთი ცხოვრების წესით. სწორედ ასე აცდუნებენ ისინი ადამიანებს. ისინი ნაკლებად შეცვლის უნარის მქონე სახარების მიხედვით იცხოვრებენ. ხალხო, ჭეშმარიტება მოდური რამ არ არის. მინდა რომ ეს ჩაიწეროთ. თქვენც ვინც ახლა ამ გაკვეთილებს უყურებთ, კონსპექტში ჩაიწერეთ, ჭეშმარიტება არ არის მოდური რამ. მასზე გავლენას ვერ ახდენს ვერც რაიმე შეხედულება და ვერც კულტურა. ანტიდოტი, რომელსაც პავლე იმ ახალგაზრდა კაცს აძლევს, არის ჭეშმარიტება. კიდევ ერთხელ წავიკითხავ, შენ კი იდეკ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია. ქვეყნიერების მოდის მიხედვით ცხოვრება ძალიან მიმზიდველი რამაა, მაგრამ მისი აყოლა მხოლოდ საკუთარი თავის მახეში გაბმას და ცდუნებას ნიშნავს. ამის გამო პავლე ამბობს, რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენით. მთელი წერილი ღვთისმსულიერია და სასარგებლოა ჭეშმარიტების სასწავლებლად, რაც გვეხმარება დავინახოთ რა არის სიცრუე და რა არის ჭეშმარიტება. ის ძალას გვაძლევს და გვასწავლის ვაკეთოთ ის, რაც სიმართლეა. ეს არის ღმერთის საშუალება, რომ ყოველ მხრივ მოგვამზადოს და მთლიანად აღჭურვოს ყოველი კეთილი საქმისათვის. ნებამომეცით პავლეს სიტყვებიდან ორ საკითხს შევეხო. პირველი საკითხია წმინდა წერილები. ყოველი წერილი ღვთისმსულიერია, ღმერთის მიერ არის შთაგონებული.
გესმით რას ვამბობ? და შემდეგ ის ამბობს, ბავშვობიდანვე წერილები ჭეშმარიტია და აღემატება კულტურას და დროს. გულწრფელად გეტყვით, ჩემს ბავშვობაში განსხვავებული კულტურა არსებობდა, თუმცა ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული წმინდა წერილი არ შეცვლილა. მე მომწონს კულტურული ცვლილებები, მომწონს იმ მაისურების ტარება, რომელიც დღეს გვაცვლია. მიხარია, რომ ჩვენ ქადაგებლებს სამნაწილიანი პიჯაკის ჩაცმა აღარ გვიწევს. მიხარია, რომ გავიზარდეთ და მიხვდით, რომ ღმერთს შეუძლია ბამბის ქსოვილიც აკურთხოს და სინთეთიკური ქსოვილიც. ამინ. ჩვენ ასე ვთქვათ მაძიებელ მგრძნობიარეები გავხდით ჩვენს მეთოდებში, ჩვენ გავხდით უფრო ყურადღებიანები იმათ მიმართ, ვინც ეძებს ღმერთს და ეს კარგია, მაგრამ ჩვენ ვერ მოვარგებთ მათ ჭეშმარიტებას. პავლემ თქვა, თუ კი ვეძებ ადამიანებს ვაამო, მაშინ აღარ ვარ ქრისტეს მსახური. როგორც კი ჩვენი სიტყვები მიმართული ხდება იქითკენ, რომ ადამიანებს ვასიამოვნოთ, ეს ნიშნავს, რომ დაგვავიწყდა ჩვენი მოწოდება ვიყოთ ქრისტეს მსახურნი. ჩვენს ქცევებთან, ჩვენს კულტურასთან დაკავშირებით პავლე მოციქული ამბობს: ყველაფერი გავხდი, რათა მეხსნა ადამიანები. თუ კი ბიზნესმენს ველაპარაკები, აუცილებლად პიჯაკი უნდა მეცვას. თუ ადამიანთა ჯგუფს ველაპარაკები, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდაა, ჯინსებს ჩავიცვამ, რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი უნდა გავხდე მათთვის, მაგრამ მე ჩემს სიტყვას არ შევცვლი. მაგრამ როგორც ან ჩვენ დავაკნინეთ სახარება, შეხედეთ, იესოს უწოდებდნენ წაბორძიკების ქვაკუთხედს და შებრკოლების ლოდს, მაგრამ ჩვენ კი ის პატარა ქვა ვაქციეთ, რომელსაც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გადააბიჯოს. ის აღარ არის წაბორძიკების ქვა, ის აღარ არის კლდეშებრკოლებისა. იცით, ჭეშმარიტება ამხელს. ჭეშმარიტება შეაბრკოლებს და ამ შებრკოლებისაგან ჩვენ მთლიანდებით, რადგან ვიცვლით ჩვენს გიჟურ აზროვნებას და ჩვენს ფიქრებსა და რწმენას ღმერთის სასუფეველს უქვემდებარებთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დღეს ბევრმა მქადაგებელმა საყრდენი დაკარგა. ჭეშმარიტებას ხმამაღლა აღარ ლაპარაკობენ, ჭეშმარიტებას სიყვარულით აღარ ლაპარაკობენ. მათ ურჩევნიათ ისეთი რამ ილაპარაკონ, რაც არის მოდური. გესმით? მე გეკითხებით, გესმით რას ვამბობ? ბევრს გონია, რომ პავლემ მესამე თავის ბოლოს თავისი აზრი დაასრულა. თუმცა ეს არის ერთი გრძელი წერილი. ეკლესია მის მოგვიანებით დაყო მუხლებად. ეს ერთი წერილია და იცით, წლების მანძილზე ვერ ხვდებოდი, რას ეუბნებოდა პავლე ტიმოთეს, რადგან მესამე თავს მეოთხესთან არასდროს ვაკავშირებდი. მაგრამ როდესაც ამ ორს დააკავშირებ, ბევრი რამ გასაგები ხდება. პავლე ამბობს, ტიმოთე გიმოწმებ, მომისმინეთ, ეს ძალიან ძლიერი სიტყვებია. ის ამბობს, ტიმოთე, გიმოწმებ. ეს მართლაც ძალიან ძლიერი სიტყვებია. მინდა ნათლად დაგანახოთ, ამაზე ძლიერ სიტყვებს პავლე ვერ ეტყოდა ტიმოთეს. მან თქვა, ამრიგად გიმოწმებ, ხოლო სხვა თარგმანში წერია გაფიცებ, ანუ ამრიგად გაფიცებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე. შეგიძლია წარმოიდგინო, რომ პიროვნებას უთხრა, გიბრძანებ ღმერთისა და იესოს სახელით. ეს ძალიან ძლიერი სიტყვებია. გიბრძანებ ღმერთისა და იესოს სახელით, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სასუფევლით. იქადაგე სიტყვა. იქადაგე სიტყვა. ნახეთ, მან ესაა წმინდა წერილზე ისაუბრა. მან თქვა, რომ წერილი ღვთისმსვლიერია და შემდეგ დაამატა, ახლა კი გიმოწმებ, გაფიცებ, რომ იქადაგო სიტყვა. მას არ უთქვამს იქადაგე ფილოსოფია. იქადაგე ხელმძღვანელობის პრინციპები, ქვეყნიური ხელმძღვანელობის პრინციპები. ის არ ქადაგებს, არ ამბობს, იქადაგე ცხოვრებაში გამოსაყენებელი პრაქტიკული საკითხები, ან იმ დროისათვის რაიმე საჭირო რამ. ის ამბობს, იქადაგე მარადიული სიტყვა. იქადაგე სიტყვა დროულად და უდროოდ. შეაგონე, შერისხე მთელი სულგრძელებითა და სწავლებით, რადგან მოდის დრო და მერწმუნეთ უკვე მოსულია. როდესაც საღ მოძღვრებას აღარ მიიღებენ. რა არის მოძღვრება? მოძღვრება უფრო მეტია ვიდრე სწავლება. მოძღვრება სწავლების ხერხემალია. ეს არის ფუნდამენტური სწავლება. ეს არის ყოვლის მომცველი სწავლება. გესმით? ის ამბობდა, რომ ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ. ანუ იმ მოძღვრებას, რომელზეც ყველაფერი დგას, არამედ თავიანთი გულის თქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ. სწორედ ამის გამო იქნება ეს დრო ყველაზე რთული ისტორიაში ქრისტეს მიმდევრად დარჩენის თვალსაზრისით. პავლემ განაცხადა, რომ მთელი წერილი ღვთისმსვლიერია და ცხოვრებაში სასარგებლოა და ეუბნება ტიმოთეს, რომ ასწავლოს იგი. რატომ?
იმიტომ რომ მოვა დრო, როდესაც ჯანსაღ მოძღვრებას აღარ მიიღებენ. სამწუხაროდ მე ვხედავ, რომ სწავლების საფუძვლები იცვლება და დროს ერგება. ყველაფერი იმდენად გამოსულია მწყობრიდან, რომ უზარმაზარი ეკლესიის მსახური მრევლის წინაშე გამოდის, აცხადებს, რომ ის ჰომოსექსუალურია და მის ნათქვამს მთელი აუდიტორია დიდი ოვაციით ხვდება. საკუთარი ორი თვალით ვნახე ეს. მეორე ამბობს, რომ განკურნება ღმერთისნება არაა და მის მრევლს ამ სიტყვების უფრო სჯერა, ვიდრე სახარების. კიდევ ერთი სხვა მსახური წერს წიგნს, რომელშიც იმაზე საუბრობს, რომ ბოლო დროს ყველა ადამიანი ზეცაში წავა. არავინ დაიწვება სამუდამო ცეცხლში და ამის გამო ამ ადამიანს მთელი საქრისტიანო როკვარს კვლავად აღიქონს. ზოგიერთი მსახური ეჭქვეშაყენებს ქრისტეს ქალწულობრივ შობას და ქრისტეს მეორედ მოსვლას და მის ნათქვამს მრავალი მორწმუნე ეზიარებს. შემიძლია კიდევ ბევრი სხვა მაგალითი ჩამოვთვალო, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება. არის ახალი კვლევები, რაც დაგვეხმარება უფრო უკეთ დავინახოთ ასეთი აბსურდული ცვლილებები. მაგალითად, ორგანიზაცია ბარნას მიერ ჩატარებული კვლევის ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. ზეციდან მშობილი ქრისტიანების მხოლოდ 46%-ს წამს აბსოლუტური მორალი ჭეშმარიტებისა. ეს ნიშნავს, რომ მორწმუნეთა 54%-ს არ სჯერა ჭეშმარიტება როგორც აბსოლუტური მორალი. საუბარია ზეციდან მშობილ ქრისტიანებზე. მორწმუნეების 50%-ზე მეც წამს, რომ ზეცაში მოხვედრა იესო ქრისტეს მსხვერპლის გარეშეც შესაძლებელია, სხვა საშუალებებით. ზეციდან მშობილი ქრისტიანების მხოლოდ 40%-ს მიაჩნია, რომ სატანა რეალური ძალაა. აი ამიტომ არ მიკვირს ის თუ რატომ არ ეწინააღმდეგებიან ისინი ეშმაკს. რატომ ხდება ეს? ამაზე პასუხი ტიმოთეს მიმართ პავლეს ნათქვამ სიტყვებშია. საღ მოძღვრებას არ მიიღებენ. უფრო მეტად და მეტად ვისმენ სახარებაზე, რომელსაც ცვლილებების მოხდენა არ შეუძლია. სიტყვა, რომელიც იქადაგება, აღარ არის თანხმედრაში ღვთის სიტყვასთან. იქადაგება, რომ იესო ჩვენი ცოდვების გამო მოკვდა, რათა ზეცაში შევიყვანეთ, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ადამიანები ვართ. და ღმერთს ესმის ჩვენი სხვადასხვა სახის მდგომარეობები და სექსუალური მიმართულებები. ცოდვების მონანიების საჭიროების გაუქმება ბოლო დროს პოპულარულ სწავლებად იქცა. მრავალ მორწმუნეს სიხარულით ეუბნებიან, რომ არ არის საჭირო ცოდვების გამო დამწუხრება და აღსარება, რადგან ცოდვები უკვე დაფარულია მადლით. მრავალი მორწმუნე ქალი და მამაკაცი მინახავს, რომლებმაც მიიღეს ეს მოძღვრება და ამბობდნენ, თუ რამდენად მარტივი და განმათავისუფლებელია ასეთი სწავლება. მაგრამ თუ სიმართლის ნამდვილი მახასიათებლები ასე მარტივი და განმათავისუფლებელი იქნებოდა, მაშინ ყველა ხორცის მაამებელი მოძღვრება ჭეშმარიტად ჩაითვლებოდა. ყველას მოეწონა აარონის მოძღვრება ხბოს ქანდაკების შექმნის შესახებ, რომელიც მათ სასურველ სექსუალურ ტკბობას მიანიჭებდა და იმ ხბოს იახვეს დაარქმევდნენ. მას არ უთქვამს, რომ ეს ბაალი ან რომელიმე ეგვიპტელი ღმერთი იყო. ის მას იახვეს უწოდებდა. ჩემი კითხვა იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ მონანიება საჭირო არ არის ასეთია. თუ მონანიების არსაჭიროება სწორი სწავლებაა, მაშინ იესოს რაღაც შეეშალა, როდესაც 7-დან 5 ეკლესიას მონანიებისაკენ მოუწოდა გამოცხადების წიგნში? იესო, არ არის ხომ მაგის გაკეთება ჩემი მხრიდან საჭირო? შენ კულტურიდან და მიღებული ნორმებიდან უხვევ, გესმის? ჩვენ ხომ მადლის ეპოქაში ვცხოვრობთ. რატომ მოუწოდებ ამ ეკლესიებს მონანიებისაკენ? გესმით რას ვამბობ? და ჯამში ჩვენ ჯანსაღის სწავლებიდან გადახვეული მქადაგებლების მიმდევრები გავხდით. ამ დახელოვნებულმა მოლაპარაკებებმა სახარება ისე შეცვალეს, რომ იგი ჩვენი კულტურის მორალურ მოშლას დაექვემდებარა. ჭეშმარიტება აღარ აქანდაკებს მორწმუნის ცხოვრებას, არამედ თვით ჭეშმარიტება განიმარტება ქვეყნიერების სტანდარტების მიხედვით. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს ყურებს სურთ ისეთი სიტყვები მოისმინონ, რომლებიც ნებას დაგვთავენ ქვეყნიერებას ლოგინში ჩაუწვეთ, ნაცვლად იმისა, რომ გამოვიდეთ მათგან და გამოვეყოთ. ბევრი მორწმუნე შინაგანად გრძნობს სულიწმიდის მხილებას, როდესაც კომპრომისზე წასვლას გადაწყვეტს, მაგრამ რადგანაც მრავალი ადამიანი დინების მიმართულებას მიჰყვება დიდი გემებით, ისინიც ახშობენ სულის ხმას, იცობენ ყურებს და აღარ ისმენენ ჭეშმარიტებას. და აი ამიტომაც არის ეს დრო მთელი ეკლესიის ისტორიის მანძილზე ყველაზე რთული ქრისტიანად ყოფნისათვის. მაგრამ უნდა გაგვიკვირდეს ეს. ჩვენ ხომ წინასწარ გვითხრეს, რომ ჩვენს ეპოქაში ასეთი რამეები მოხდებოდა. პავლე წერდა, არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე, ანუ უფლის დღე, არ დადგება მანამ სანამ ჯერ განდგომილება, ანუ მანამ სანამ ჯერ თვითმარქვია ქრისტიანების წინასწარ თქმული განდგომილება არ დადგება. ეს თქვა პავლემ, ეს თქვა იესო. მაშ რატომ არ დავიჯერეთ?
მაგრამ კარგი ამბავიც არსებობს, ამავდროულად ჩვენ ვკითხულობთ იმასაც, რომ ამ ყველაფრის პარალელურად აღსდგება ჩემპიონთა თაობა. ეს ჩემპიონები უპირველესად არიან ძენი და ასულები, ახალგაზრდა თაობა, ხოლო შემდეგ როგორც მსახურები. ისინი არიან ასაკოვნებიც და ახალგაზრდებიც. და იცით რა გაამზადებს პლატფორმას ამ ჩემპიონებისათვის? დიდი სირთულეები, კომპრომისი. ის დრო, რომელზეც ითქვა, რომ ყველაზე რთული იქნება ქრისტიანობისათვის, პლატფორმას გაამზადებს ამ შეუპოვარი ჩემპიონებისათვის, შეუპოვარი მორწმუნეებისათვის. სირთულეები და ცდუნება პლატფორმას შექმნის და ისინი ამ ადამიანებს თავისაკენ კი არ მიიზიდავენ, არამედ ეს ადამიანები სირთულეების მეშვეობით დიდ საქმეებს გააკეთებენ სათასასუფევლისათვის. ისინი გამოარჩევენ საკუთარ თავებს როგორც ღმერთის დიდების ძლიერ მანათობლებს. ისინი ცხოვრების ყველა სფეროში წინ წაიწევენ. ოღონდ არა დათმობაზე წასვლის გზით, არამედ დანიელის მსგავსად. ძვირფასო მეგობარო, თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ, რომელიც ახლა აქ იმყოფებით, ასევე რომლებიც უყურებთ ამ სწავლებას. დიდი იმედი მაქვს, რომ შენც ერთ-ერთი იმ ჩემპიონთაგანი ხარ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდია შენს წინააღმდეგ წამოსული სირთულე. შეხედე მას როგორც მმართველობის მომდევნო დონეზე ამყვან საფეხურს. პავლეს მოუწია ასეთ განსაცდელებში გავლა და ეგონა, რომ ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. მოусმინეთ მის სიტყვებს, ის ამბობს, ისეთი ცუდი იყო, რომ არ გვეგონა თუ გადავრჩებოდით. გვეგონა სასიკვდილო განსასჯელი გამოგვიტანეს და ყველაფერი დამთავრებული იყო ჩვენთვის. ბოლოს კი მივხვდით, რომ ეს იყო საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მომხდარიყო ჩვენს თავს. ხოლო ჩვენ თავად გქონდა სასიკვდილო მსჯავრი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გქონოდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს, რომლებმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისაგან და რომლის იმედი გვაქვს, რომ კვლავაც გვიხსნის. და ასეც მოხდა ღმერთმა გვიხსნა იმ კონკრეტული მიმართულებიდან და ის კვლავ გააკეთებს ამას იმდენჯერ და გვიხსნის, რამდენჯერაც ეს საჭირო იქნება. რა საოცარი სიტყვებია. განსაკუთრებით მომწონს მისი სიტყვები, როცა ის ამბობს, როგორც აღმოჩნდა, ეს საუკეთესო რამ იყო, რაც შეიძლება დაგმართნოდა. რა საოცარი დამოკიდებულება გააჩნდა ამ კაცს. სირთულეები ისეთი სასტიკი იყო, რომ არ ეგონათ თუ გადარჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, ის ამბობს, რომ ეს იყო საუკეთესო რამ, რაც შეიძლება დამართნოდა. ამ წინააღმდეგობის მეშვეობით ის ავტორიტეტის უმაღლეს დონემდე ამაღლდა. ღმერთის მადლი საკმარისი იყო. ღმერთი მრავალ გზის გამოგვიყვანს ასეთი სიტუაციებიდან. ჩვენ კი ერთი რამ გვმართებს, დავრჩეთ მის ჭეშმარიტებაში. იაკობი წერს, ღმერთი გაკურთხებს, თუ არ დანებდები რწმენის გამოცდას. ის საზღაურად დიდებულ სიცოცხლეს მოგანიჭებს. იოსების მაგალით შეხედე. ერთია არ დანებდე საკუთარ შესაძლებლობებს. ეს ყველას კი არ შეუძლია, მაგრამ სრულიად სხვა რამეა ილაპარაკო მის უნარზე. შენ ერთი ხარ მასთან. შენ გაქვს მისი მადლი. და კვლავაც პავლე წერს, ყველაფერში შევიწროვებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. წინააღმდეგობა გვაქვს, მაგრამ არ ვჩერდებით. ჩვენ ქრისტეს სხეული ვართ. ჩვენ ქრისტეს სხეული ვართ. ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ არ ვწყვეთ. ჩვენ არასდროს ვნებდებით, ამბობს მეორე კორინთელთა 4-თვის პირველი მუხლი. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, ნუ თუ შეგვეძლო, ამბობს მეორე კორინთელთა 4-თვის 16 მუხლი. და ეს ჩამონათვალი გრძელდება. ჩვენ საოცარი წარმატებისათვის ვართ შექმნილი. ნუ რასოდეს იფიქრებ, რომ ღმერთი თავს დაგანებებს. მოვისმინოთ პირველი კორინთელთა 1-თვის 9 მუხლი. სარწმუნოა ღმერთი, რომლისგანაც იქენით მოწოდებულნი მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის. ის არასოდეს დაგანებებთ თავს, არ დაგავიწყდეთ ეს. არასოდეს. და რა იქნება ჩვენი შეუპოვრობის საზღაური? ამაზე მე-16 და მე-17 თავებში ვსაუბრობ და მერწმუნეთ, თქვენ გჭირდებათ ამის წაკითხვა. დრო არ მაქვს ამაზე ვიქადაგო, მაგრამ საზღაურთან დაკავშირებით იესოს სიტყვებს მოგახსენებთ. გამოცხადების 2-26 მუხლში იესო ამბობს: აი საზღაური ყოველი გამარჯვებულისათვის და ჩემი საქმეების დამცველისათვის. მივცემ ხელმწიფებას ერებზე. არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც. ყველას, ვინც მიიღო ღმერთის უხვი მადლი, იმეფებენ ცხოვრებაში იესო ქრისტეს მეშვეობით. ცხოვრებაში. პავლე იესოს დაპირებას ადასტურებს მეორე ტიმოთეს 2-თვის 12 მუხლში. თუ არ დავნებდებით,
მასთან ერთად ვიმეფებთ. და კვლავ, ნუ დაიღლებით სიკეთის ქმნაში, ნუ დაკარგავთ იმედს და ნუ მოდუნდებით, რადგან კურთხევის ნაყოფებს მოვიმკით თავის დროზე. გალატელთა მე-6:19 მუხლი. შენ ფლობ ძალას, რათა არასდროს დანებდე. შენ გაქვს ის, რაც კარგად დასრულებისათვის გჭირდება. ეს არის ღმერთის მადლი. ის არ გიმუხთლებს, ასე რომ გაბედულად ირბინე შენი საზღაურის მოსაპოვებლად. მნიშვნელობა არ აქვს, რა ღვთიური დავალება გაკისრია, რა წოდება გაქვს. მნიშვნელობა არ აქვს ხანგრძლივობას, მცირე ხნით თუ მთელი ცხოვრების მანძილზე. შენი ბოლო გამარჯვება და მეფობაა. შენ წილად ხვდა პატივი აღსილი ცხოვრება განიცადო. ეს კი მხოლოდ ერთგულად გომას მოჰყვება. იგავთა მე-13 თავის მე-12 მუხლი ამბობს: აღსრულებული სურვილი სიცოცხლის ხეა. სირთულეებზე შენს გამარჯვებას მეფობა მოჰყვება. შენი მეფის დიდებისათვის გამოგარჩევენ. ეს ნამდვილად ძვირფასი საზღაურია. გავიხსენოთ 26 ფსალმუნი მე-14 მუხლი დაწერილია დარჩი ღმერთთან. მოიკრიბე გაბედულება და არ გაჩერდე. გავიმეორებ, დარჩი ღმერთთან. იყავი შეუპოვარი მორწმუნე, ღმერთმა გაკურთხოთ. იმედი მაქვს მოგეწონათ. ამინ. 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 სასწავლო პროგრამა შეუპოვარი Messenger International-ის მრავალი სწავლებიდან ერთ-ერთია. ჩვენს ხელთ არსებული მასალების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ ვებგვერდზე messengerinternational.org. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს გაკვეთილები და გაიგეთ როგორ იმეფოთ სიცოცხლეში.